მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება. ჩემს ძვირფას საქართველოს, ჩვენი ქართული ქართულის ტელემაყურებლებს და სრულიად საქართველოს ულოცავ მშობა ახალ წელს, სიკეთის, ბედნიერების და მშვიდობის წელი ყოფილიყოს 2026 წელი. ხოლო დღევანდელი ჩემი გადაცემის ძვირფასი სტუმარი გახლავთ პოეტი ქალბატონი ნანა მეფარიშვილი, რომელიც ჩოხატაურში დაიბადა 1967 წელს. ლექსების წერა ადრეული ასაკიდან დაუწყია, უკვე მეორე კლასში წერდა ლექსებს, თუმცა არავის არ აჩვენებდა, მერვე კლასში უფრო ინტენსიურად წერდა ლექსებს. შემდეგ როგორც საქართველოს ბედუგუღმართობის გამო მასაც გაუჭირდა ბუნებრივია და ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 12 წელი იყო და ეს არ იქნებოდა ბუნებრივია დალხინებული წლები, უმეტეს როცა სამშობლოს საქართველოს ცილდები ვერასდროს ბედნიერებას ვერ პოულობ და ემიგრაციაში ყოფნის დროს მან ორი კრებული გამოსცა ნამიან მთებზე გავფინესული და კვართის აკვანი. ეხლა მესამე კრებულს ამზადებს გამოსაცემა, აი ამ წიგნის კვართის აკვანის რედაქტორი და წინასწარმეტყველების ავტორია ჩვენი ცნობილი პოეტი ტარიელ ხალხელაური. მაქვე უნდა აღნიშნო, რომ ლიტერატურულ პერიოდიკაში ნანა მეფარიშვილის არაერთი ლექსი არის დაბეჭდილი, ეს იქნებოდა მწერლის გაზეთი, ეს იქნებოდა ცისკარი, ნობათი, ასევე ალმანახი უნივერსიტეტის გაზეთი და სხვადასხვა ჩვენი ლიტერატურული პერიოდიკა. საკმაოდ პროფესიონალი პოეტია ნანა მეფარიშვილი. იგი შეიყვარა ჩვენმა მკითხველმა, მის ლექსებს ხშირად გაიგონებ საზოგადოების სხვადასხვა წრეში, სოციალურ ქსელში და სწორედ მისმა პოეზიამ მომხიბლა მე და ამიტომაც მოვიწვია იგი დღევანდელ ეთერში და ბუნებრივია, რომ თქვენც დატკბებით ნანა მეფარიშვილის შესანიშნავი პოეზიით. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ახალი წელი ქალბატონო ნანა თქვენს და გისურვოთ აი მესამე კრებულს ამზადებს ქალბატონი ნანა, მესამე კრებულზე მუშაობს და ღმერთმა სიკეთით დაასრულებინოს აი ეს მიზანი, ეს ნატრა, რომელსაც პოეტისთვის ახალი წიგნის გამოცემა ქვია. ის რომ მისი ლექსები მართლაც მაღალი პოეტური ოსტატობით გამოირჩევა, დღევანდელი პატარა პოეზიის საღამო ქართულ ტევეს ეთერში დაარწმუნებს ჩვენს ძვირფას მაყურებელს. მისი ლექსები გამშრალულია როგორც სამშობლოს სიყვარულით, ტრაგიზმით, დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე, ასევე მე ვიტყოდი ის ფილოსოფიური ხედვებია, რომელიც სწორედ პოეტის სულს აწუხებს, როგორც დიდი გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებდა ადამიანის სულიერი თვისებები მის ხასიათში და მის შემოქმედებაში ყველაზე საუკეთესო თვლინდება და მე მიმაჩნია, რომ ქალბატონი ნანა მეფარიშვილის სულიერი სარკე სწორედ გადმოცემულია მის ლექსებში, არეკლილია ის ტკივილები, ის ნატრები, ის განცდები, რითაც უცხოვრია აქამდე ნანა მეფარიშვილს. მე ახლა სიტყვის ალავერts ქალბატონ ნანასთან გადავალ და თქვენ დარწმუნდებით, რომ დღეს საღამოს შეხება გვექნება ულამაზეს პოეზიასთან, რომელსაც ნანა მეფარიშვილის პოეზია ჰქვია. დიახ. მოგესალმებით, ბატონო ვაჟა, უღმეს მადლობას გიხდით მოწვევისთვის და მე მინდა თქვენი ეთერის საშუალებით თქვენს მსმენელს მიულოცო შობა და მიულოცო ნამდვილი ახალი წელი. როგორც ჩემი გურულები იტყვიან, კალანდობა. მრავალს
დაესწარით თქვენ პირადად ყველა ქართველს როცა ყველა სულით ქართველი მინდა რომ იყოს კარგად ჯანმრთელად და ვისურვებდი რომ ჩვენი სამშობლოს აღორძინების წელიწადი დამდგარ იყოს ჩვენი ქართველი ერის გამოღვიძების წელიწადი დამდგარ იყოს და სიმართლის ჭეშმარიტების გზაზე ერთობით შეაყენოს ღმერთმა ამინ სამშობლო და ჩვენი ქართველი ერი რომელიც ასე დიდი ტანჯვით მოდის აქამდე და დაცული იყოს რომ არ გაუყიდონ მიწაწყალი არ გაუყიდონ ის მიწაწყალი რომელიც ჩვენი დიდი წინაპრების სისხლით არის მორწყული და რომლებმაც სწორედ დიდი ბრძოლებით დიდი თავგანწირვით თავდადების ფასად მოიტანეს აქამდე და 21 საუკუნეში ასე თუ ისე მიუხედავად შაგრენის ტყავით დაპატარავებული საქართველოსი მაინც ივერია არსებობს და მისი გულის ფეთქვა არასდროს შეჩერებული იყოს. ამენ. მე ვისარგებლებ თქვენი ეთერით და მოვიკითხავ ქართველი მიგრანტებს ასევე მიულოცავ მათ და უსურვებ რომ მათი დაბრუნების წელი ყოფილიყოს ეს. მალე დაბრუნებული იყვნენ, იმიტომ რომ ისეთი სიტუაციებია, რომ შეიძლება ჩამოხვიდეთ აქ და საქართველოს აღარ დახვდეთ და დახვდეთ არაბისტანი თქვათ. კი ბატონო. სამწუხაროდ რეალობა ასეთია და მე ვიდრე ჩემს ლექსებს წაგიკითხავთ, მინდა გითხრათ რომ როგორც თქვენ ძანეთ მე გახდით ემიგრანტი და 5 წელია რაც დავბრუნდი ჩვენ სამშობლოში. რამდენიმე დღის წინ მეგობარს ვწერდი და მეგობარმა მითხრა ასეთი რამ, სხვათა შორის იცის ემიგრაციაშია და ძალიან ცდილობს რომ მალე დაბრუნდეს და მითხრა რომ ნანაო შენო მეტნაკლებათო სულ პატარა რაღაცითო სამშობლოს წინაშეო სამადლობელი გამოხატეო შენი დაბრუნებითო. როცა ამერიკიდან მოვდიოდი, ჩემი მეგობრები ახლა ვინც იცოდა რომ მოვდიოდი ხო და ისე რა ნაცნობები ვიც მყავდა მართლა რეკავდნენ და მეკითხებოდნენ რომ შენ რა მართლა მიდიხარ ამერიკიდან. ბატონო ვაჟა, იცით რა ხდება? ამერიკაში რამდენადაც წასვლა რთული, გაცილებით მეტად რთულია იქიდან დაბრუნება. მართლა რთულია. ჯერ ეს უკვე შეიძლება ძალიან ბანალურად ჟღერს და ძალიან გაცვეთილია რომ ჭაობია ემიგრაცია და ძალიან გითხრევს და მინდა გითხრათ რომ მე არ შემიძლია რომ გამოვთქვა ჩემი სამადლობელი და სადაც კი მოვხვდი ამას ვამბობ ყოველთვის და ალბათ დიდხანს კიდევ ვიტყვი ამას რომ უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი ღმერთის, უზომოდ მადლიერი ვარ იმ გარემოცვის, სადაც მე ვიყავი ჩემი მეგობრების. იყო აქ მიზეზი ჩემი პატარა ავადმყოფობა, რის გამოც მე დავბრუნდი, მაგრამ თქვენ ხომ იცით რომ უმიზეზოდ არაფერი არ ხდება. რა თქმა უნდა. ისიც ალბათ ის პატარა ავადმყოფობაც იყო შედეგი იმისა, რომ მე 12 წელი ვითხოვდი ღმერთის წინაშე და განსაკუთრებით ჩვენი უდიდესი მამა გაბრიელის წინაშე სამშობლოში დაბრუნებას. ერთი დღეც, იმ დღესაც კი როცა ვიკრიბებოდით მეგობრები, მე მცხვენოდა ძალიან გამოხატვა მათთან ყოველთვის ჩემი წუხილის. ისინიც წუხდნენ და იმიტომ, მაგრამ ჩემი გული არასოდეს არ იყო იქ ბედნიერი და არასოდეს არ ვიყავი, ასე ვთქვათ, მხიარული მაშინაც კი, როცა მეგობრებს ხვდებოდი და ეს ტანჯვა რაღაცნაირად ჩემმა ღმერთმა ალბათ შეიწირა და მე მომივლინა, ასე ვთქვათ, პატარა განსაცდელი, რაც გახდა მიზეზი, ერთგვარად, იცით როგორ არის, გერიდება კიდეც დაბრუნება. გერიდება, იმიტომ რომ იქ რაღაც ვალზე ემატება, რაღაც პასუხისმგებლობები იზრდება და აი ის რომ შვილებმა მითხრეს, რომ დაბრუნდი. ეს იყო ჩემთვის, როგორც აი ჩიც ხელი სააკვრაროს სჭირდება და ისე სწრაფად მოგვარდა ყველაფერი და ისე სწრაფად რომ აი ყოველ წუთს, ყოველ წამს ვგრძნობდი მამა გაბრიელის აი ამ დიდ თანადგომას და 5 წელია რაც საქართველოში ვარ და ამას ღვთის წინაშე ვამბობ გულწრფელად, ერთი წუთიც კი არ გამნელებია სიხარული იმისა, რომ ვარ ჩემს მიწაწყალზე და ამით ვარ უზომოდ ბედნიერი. ღმერთმა გაგახაროთ მე ყველა ემიგრანტს კიდევ ერთხელ ამ ეთერიდან და სხვა ტელევიზიების ეთერიდანაც არაერთხელ მომიწოდებია რომ დაბრუნდით საქართველოში. ეს იქნება ამერიკა,
ეს იქნება ევროპა, ეს იქნება აზია თუ ავსტრალიიდან ქართველებო, ყველგან გაფანტულო ქართველებო, დაბრუნდით საქართველოში, იმიტომ რომ სამშობლოს ვკარგავთ. ქალბატონმა ნანამ სწორედ აი ეს თემა რო წამოიწყო, მე მართლა გული მომეწურა, იმიტომ რომ ესეთი განსაცდელები, როგორიც გადაეტანა ქალბატონმა ნანამ და შეიძლება კიდევ უარესები უამრავს გადატანი და უამრავს გადააქვს. ჩვენი სამშობლო, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ეს მისტერიული სამშობლო არის უმთავრესი თუ ჩვენ ქართულ პოეზიას გადავხედავთ, ჩვენ დიდ კლასიკოსებს, რას ამბობს ვაჟა-ფშაველა, მიწაც ტკბილია მშობლური გულს რომ ეყრება ფხვიერა. დიდი გოსანი, მართლა პოეზიის მეფე აკაკი წერეთელი რას ამბობს? დედაშვილობას მეც არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო. ან რაფიელ ერისთავის სამშობლო ხევსურიდან უნიკალური, აი რო იტყვიან პოსტულატი კვარცხლბეკი სამშობლო დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზე და აი რომელი ერთი მოვიტანო ახლა და ყველასთვის ცნობილი ავთანდილ გურგენიძის ლექსი ეს მივიწყებული პოეტის ამ სხვათა შორის დიდი პოეტის ვინც სამშობლოში დაბრუნებას აღარ ელოდა გაგიყოლია ვიცი ცოცხლის ძალა მარადი შენ მუჭა გაგიტანეს საქართველოდან ალბათ იმიტომ დაპატარავდი აი ამ მიწაწყალს გვიყიდიან და თუ თქვენ ქართველები სხვა მიწაზე უფრო ბედნიერად იგრძნობთ თავს ეს არ იქნება ის ბედნიერება რომელითაც უფალმა სიცოცხლე მოგანიჭა თქვენ სამშობლოში დაბრუნდით ყველა მე მიხარია რომ სწორედ აი ასეთი პოეტი ასეთი მოქალაქე ასეთი ქართველი შემოქმედი მყავს დღეს სტუმრად და სიტყვის ალავერც ეხლა უკვე ლექსი თორე დავღალეთ ჩვენი ტელემაყურებელი საუბრით ეხლა მე გითხავთ ეს ლექსი საერთაშორის ბავშვებმა განსაკუთრებით აიტაცეს და მინდა გითხრათ რომ ეს არის პირველი ლექსი რომელიც ამერიკაში ჩასვლის შემდეგ დაიწერა მას შემდეგ რაც ცოტა ამერიკა დავათვალიერე მანჰეტენი მოვიარე და ვიფიქრე რომ ეს არაფერი არ არის ჩემ სამშობლოსთან და გამიშლა სურვილი მეთქვა მთელი ამერიკისთვის მინდა გაგეცნოთ მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ აქ შემასწავლეს ლოცვა და რწმენა ვაჟას მიწა ჩემი საძვალე გოგებაშვილმა ამიდგა ენა აღმაშენებლის სამშობლოდან ვარ აქაა ჩემი სულის საუფლო სადაც სიმღერით ომებს იგებენ სადაც ყოველი ლექსად საუბრობს მე სააკაძის სამშობლოდან ვარ თამარის სისხლი გადამდის გულზე უფლის სიყვარულს თავს რომ სწირავენ და წმენას არ ვინ არ ყიდის ფულზე მე და ფიროსმანს ერთი მიწა გვაქვს გალაქტიონის დამყურებს ღამე სწორედ აქაა ჩემი სამშობლო დედა ღვთისმშობლის რჩეული მხარე მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ მისი სისხლი ვარ შვილი ვარ და ვარ აკაკის ნასუნთქ ჰაერს ვისუნთქავ ილიას გავლილ მიწაზე დავალ ჩემი სამშობლო ვერ ითვლის ასაკს კაცობრიობის დღეთა შექმნიდან დიახ გახლავართ საქართველოდან გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან ბრავო ესე იგი ცრემლები მომადგა ისეთი პატრიოტული ლექსი წაიკითხა ქალბატონმა ნანამ მე პირველად მის ლექსებს გავეცანი მაშინ მედია კავშირ ობიექტივშიც იგივე ციკლი მიმყავდა ლიტერატურა ხელოვნება სულიერება და მესროფაშვილები ორი საოცარი გოგონა და ეხლა ისინი უკვე დიდი გოგოები არიან ნახეს გადაცემა ამერიკაში ყოფნა და მათ წაიკითხეს თქვენი ლექსი აი ესეთი გზნებით ისეთი შემართებით და მომნუსხა მაშინვე თქვენმა პოეზიებმა მე მიხარია რომ ღმერთმა შეგვახვედრა ჩვენ ქართული ტელევის ეთერში კიდევ წაიკითხეთ ლექსის სათაურია გაოცებათა ჟამი იწერებოდა უჩვეულოდ სამთა გონიდან
იყოს სიჩუმე და მიმქრალი სანთლის ციალი. მდუმარე ლოცვის მოდიოდა ექო შორიდან დედამიწაზე იდგა ცოდვის ორომტრიალი. მიმოდიოდნენ ღამეულად ჩრდილები თეთრი, გაოცებათა ჟამი იდგა, სტვლემდნენ გოსნები. იკვეთებოდა ეტრატებზე საზღვრები მკვეთრი, სამ თავთაზე დაიდგნენ ცოდნის ანგელოზები. სწყდებოდა ჯაჭვი კავკასიონს ჭირის აოფლად, უკუნს აპობდა მოელვარე თეთრი ხაზები. სინათლის შობას მოელოდნენ კვლავ ამას სოფლად, რულიდან ნელა ფხიზლდებოდნენ ბუმბერაზები. და დედამიწა როგორც დიდი ქათქათა კვერცხი იბზარებოდა, დაღვრილ წყალში ცაციალობდა, კერპებს ეკიდა შემზარავი წითელი ცეცხლი მთებიდან. ვიღაც გასაოცრად ტკბილად გალობდა, იხურებოდა მატიანე თითქმის გასული. ცაიყო ბევრი ამას უფრო ზღაპარი ქვია, სამება ანბანს გარსული და მზის 900 და მთელ სამყაროს ანათებდა აიდა ია. Bravo. აი ცით რა არის თავისი ხელწერა, თავისი ტკივილიანი ხელწერით ძერწავს აი ამ საოცარ ლექსებს ქალბატონი ნანა მეფარეშვილი. Bravo. ნათობი ნათობს ხალხის ხედვა მაინც ბნელია. სიმართლეს მტვერი მორევია რწმენას ერესი. საკუთარ თავზე ივიშვიშო ახლა ძნელია, რადგან სამშობლოს ტკივილია უპირველესი. რა სიცოცხლე გაელვება წუთიერ სიზმრის, დრო გადაგფურცლავს ანდა ქარი წაკშლის თავნება. მის ხალის მგვანი რჩება ნატრა და სხვა მიზნის სამშობლოს იქით ყველა დარდი გეცოტავება. მე მატიანე დღეებს იწერს კარგის თუ ფუჭის, გულში და სახლში მზეც რომ გენთოს, გმატებდეს გზნებას. თუ საქართველოს მამულ შენსას რაიმე უჭირს, თვით გამართლებულ სიყვარულშიც ვერ პოვებ შვებას. ბოროტი კეთილს ვერ დააშთობს, ძალით მწირია, აღევლინება ცისკრის ლოცვაც, ჟამნიც, კვერექსი. საკუთარ თავზე რომ გოდებდე დღეს სირცხვილია, რადგან სამშობლოს ტკივილია უპირველესი. Bravo. აი ეხლა აი ამ ფრაზებმა სამშობლოს ტკივილია უპირველესი მე გამახსენა ჩემი დიდი პედაგოგი, აკადემიკოსი ბატონი გოჩა ჩოგოვაძე, რომლის 85 წლის იუბილეს ხოთა შორის ამ რამდენიმე დღის წინ იყო 11 იანვარს უფრო სწორად აღნიშნა სამეცნიერო პედაგოგიურმა საზოგადოებამ. ბატონი გოჩა 40 წელი მოღვაწეობდა სამშობლოდან მოწყვეტილი იყო, ხან საფრანგეთის ელჩი იყო, ხან იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე, მრჩეველი, ინფორმატიზაციის სექტორის ხელმძღვანელი იუნესკოსი, შენგენის ზონის ქვეყნების კონსული საქართველოსი და ასე შემდეგ და აი როდესაც ჩამოდიოდა ყოველთვის დაგვიძახებდა აი ამ ჩვენი მართვის ავტომატიზებული სისტემის კათედრის თანამშრომლებს, შეკრებოდა ხოლმე განსაკუთრებით 20 მაისს, როცა იყო კათედრის დაბადების დღე და ყოველთვის ამბობდა რომ აი ხო უამრავი ქვეყანა მოვიარე და იცოდა ესეთი განსხვავებული სათხიგრძელო საქართველოსი, განსხვავებული სასმისით რომ საქართველოზე ბედნიერად მე თავს არსად არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მწვანე პასპორტი და ყველანაირი არ ქონდა იმის პრობლემა, რომელ ქვეყანაში იუნესკოს მოღვაწე და დამსახურებული და მისი წიგნები ქართული, ფრანგული, ინგლისურ, რუსულ, ესპანურ და რა ვიცი, გერმანულ ენებზე და უამრავი სამეცნიერო შრომა ცნობილი ინფორმატიკის და კიბერნეტიკის დიდი სპეციალისტი და დიდი აკადემიკოსი იყო პროფესორი გოჩა ჩოგოვაძე და ეთერში მყავდა რამდენჯერმე. როდესაც სტუმრად ჩამოდიოდა და ახლა ჩემი მასწავლებელი იყო, ჩემი ხელმძღვანელი, ჩემი დამრიგებელი, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მისგან და ვეკითხები გადაცემაში, ეხლა თქვენმა სიტყვებმა გამახსენა.
ვეკითხები გადაცემაში რომ ბატონო გოჩა აი როდის იგრძენით ყველაზე ბედნიერად ამიტომ დიდ თანამდებობები ჰქონდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორიც იყო იუნესკოს გენდირექტორის მოადგილე სექტორის გამგე და კონსული და ელჩი აი როცა საქართველოში ვარ ახლა აი ბატონი გოჩას პასუხი შეგიძლიათ ნახოთ ახლა ეს გადაცემა ვიციან ჩემმა მეგობრებმა და ეს გამახსენა მართლაც ყველაზე დიდი ბედნიერება ქართველისთვის სამშობლოში ყოფნა და ეს მე მიხარია რომ დღეს მოგიწვიეთ თქვენ და აი თქვენი პოეზიით თქვენი შემოქმედებით ზუსტად ის გაახსენეთ ქართულ ემიგრაციას და საერთოდ ქართველობას რომ მიწათკბილი ამშობლური დიდი მადლობა ამისთვის აი თქვენმა სტრიქონებმა გამახსენა სწორედ აი ეს ბატონო როგორც ჩავედი ემიგრაციაში და სიტუაციას ასე ვთქვათ გავეცა მეტნაკლებად მივხვდი რომ იყო ერთი ასე ვთქვათ ერთ რამეზე აგებული ეს სისტემა ჩასული ქართველობის იმ წუთში იწყებოდა ტანჯვა წამება რომ მოიპოვებინათ საბუთები ნუ ზოგი კანონიერად ზოგი ისე ზოგი ნუ როგორც არის ახლა ეს ყველა მიწის და როცა რაღაც მეტნაკლებად გადავხედე ახლობლებთან სიას იქ ვინ როგორ იტანჯებოდა ამისთვის და შემდგომში რა ხდებოდა ანუ ჩასვლისთანავე მივხვდი რომ მე იქ ვერ დავრჩებოდი და 5 წლით ვიყავი ისე წასული მაგრამ ასე გაგრძელდა და არ გავაკეთე არანაირი საბუთი და შემდგომში ჩემი მეგობრები დამცინოდნენ რა არის ხო მეფარიშვილი რომელი აღმაშენებელი შენავყავ უკან დასასვლელი გზა რომ მოიჭერიო და ეხლა ისა მართლა სინამდვილეში მართლა ასე იყო ალბათ რაღაც რო არ ყოფილიყო კიდე ცდუნება იმის ან იმ გასაჭირს თქვათ რაშიც დღეს ვართ აქ ხო აი იმ გასაჭირს კიდე რომ არ დაეძლია და რაიმე არ წამწდენოდა ფიქრი იმისკენ რომ კიდე მომწეოდა წასვლა უკან და მადლობა ღმერთს ეს იყო გამოცდაც და ეს იყო დიდი წყალობაც ჩემთვის ღმერთი შეგეწიოთ კიდე დიახ ლექსის იყოს სვარაკი ასეთი ამ ლექსის სათაური ახლა ვეღარ წერ ლირიულ ლექსებს გულში სხვა ხმა სხვა სიმფონია ჩემი გზა მოჰგავს გაყინულ რელსებს ნატრები ჩემი ისევ შორია წუხელის ღამეც არ მქონდა მშვიდი გულს უყვარს მაინც ტკივილში ათევს როდესაც მოძმე ჩემს მიწას ყიდის და ხელში მიქრობს ნაფერებს სანთელს ვერც სიყვარულმა ვერ მომარჩინა რა ბედენა გრძნობებით მარტოდ ილაღო ვერ სადიპოვო ბინა და დადიოდე უმის სამართოდ დღეს ყველა ლექსი და ყველა სტროფი ეკუთვნის მამულს მასზე ფერებას რადგან სამშობლოს ტკივილში მყოფი ვერ ვითამაშებ ბედნიერებას სატრფო შენ რაღა გაგიკვირდება ჩემო გულისა ვიწამეთ რაკი ეს სიყვარულიც თუ დასჭირდება მამულს მივართვათ როგორც ზვარაკი ბრავო ვერ ვითამაშებთ ბედნიერებას აი საოცარი სტრიქონები აქვს და მართლაც მე ეს გვარი მიყვარდა ჩემი მეგობარია ბადრი მეფარიშვილი მართლაც ავტომატიზებული სისტემების არაჩვეულებრივი ადამიანი ჩემი უფროსი მეგობარი და კიდევ ერთხელ გამიხარდა რომ თქვენ ჩემი სტუმარი ხართ სწორედ ამ გვარის ადამიანი და ამ გვარის შემოქმედი და აი ეს ტკივილები დავინახე რომელიც მართლა სამშობლოს აწუხებს და თუ შეიძლება ითქვას სწორედ სამშობლოს მაჯაზე კიდევ ხელი და აი ის იმ ტკივილთა ჟღერადობას იმ ტკივილთა სიმფონიას თუ შეიძლება ასე უწოდოთ გადმოსცემთ რომელიც დღევანდელ საქართველოს აწუხებს ყველაზე მეტად გთხოვთ ახალი ერა მიწიდან ზეცა დაჭრილმა ორთქლმა დაჰფარა მზედა ხამია ბნელი დუხს დედამიწა დაისმის მოთქმა უკუნეთიდან ამონაბერი ზანზარებს როკავს ტოკავს სამყაროს ღერძი ვინ შიშით მუხლზე უდგება დემოს ზოგი გამხდარა ეშმაკის კერძი და წვიდა სულის ტარებას ჩემობს იყოფა ორად ვით ვაშლი ცოდვის შიშველს ხეულებს როკვა აქვთ ბილწი თეთრი და შავი ქუხილით მოდის დგას არჩევანი ვის სად და ვის წინ
სამოთხის მიწას ღმერთების ედემს შემოხვევია 9 თავა გველი კაცთათვის მხოლოდ სიკვდილს იმეტებს საგანძურების წყეული მტერი ორთა კი არა 4 ზღვათა შუა წევს და უფეთქავს დაჭრილი გული ახლა ნამდვილად ის ჟამი თუ აროს დასაწყისთან დგას დასასრული გაიღვიძებენ გოლიათები მორკილებიდან გაჟონავს სისხლი დაიქუხებენ მდუმარე მთები გაიფანტება ჯანყი და ნისლი მზიდან მიწამდე დადგება სვეტი ტანჯვა გამოვლილ მამულის კართან შემოადგება თვით მეფე ღმერთი ყოფნა არ ყოფნის გარჩევის ზღვართან ღალატისათვის ავსა თუ ბოროტს თავისი წილი ერგება დასჯის გაიხარებენ ბოლოს და ბოლოს მართავნი ვინც გზა არჩიეს ტანჯვის აგუგუნდება ძველი სიმღერა ნათელს მოიფენს ერი რჩეული და დაგვიდგება ახალი ერა ბედნიერების 1000 წლეული ბრავო დასაოცარი სიტყვებია ნახეთ დასაწყისთან დგას დასასრული დასაწყისთან დგას დასასრული დასაწაგიკითხა კი ბატონო ეს ლექსების უმეტესობა მაინც ემიგრაციაშია დაწერილი თუმცა მის შემდგომაც მაქვს რამდენიმე ლექსი მაგრამ მეწილად ეთყობა რაღაც მაინც ტკივილით დაწერილი ლექსებია ბატონო ვაჟა აი ეს სურათი ნახე ეს წიგნი ქალბატონი ნანა მეფარიშვილის კვართის აკვანი რომელიც სწორედ აი მეორე წიგნი რომელიც ემიგრაციაში ყოფნისას გამოსცა ეს სურათი დღევანდელი ნანა მეფარიშვილისგან განსხვავდება ხო ეს ემიგრაციამ გაგტეხათ მაინც კი ეს არის თითქმის ეხა გეტყვით 2009 წელს წავედი ემიგრაციაში და 2012 წელს გადაღებული ფოტოა ნიუ-იორკში ჩატარდა ჩემი პოეზიის საღამო და აი იმ საღამოზე გადაღებული ეს ფოტო ცივად მიმზერს ოკეანის ნაპირები სიშორეში გაწოლილა თეთრი ნისლი წუხელ ისევ წარედ ტირილს ვაპირებდი ნატურამ ძალავს ჩემის მხოლოდ არასხვისი ნეტავ ახლა რაფერია ქართული ცა ნეტავ ახლა მთაწმინდაზე თუ წევს მთვარე არ დათმო გულმა დედა დამაფიცა ვიდრე შორს ხარ მასზე ნატრით გაიხარე ეს რამდენი დილა მოდგა ნათენები წუხელ ვიღაც ისევ ტირილს აპირებდა დამილოცე ღმერთო ჩემი ქართველები ცრემლით მდგარნი ოკეანის ნაპირებთან ბრავო როგორი ტკივილით გამოძერწილი სტრიქონებია როგორი პოეტური ცრემლებია თითოეულ ლექსში ჩაქსოვილი დიახ როცა მარტოობას ცეცხლი მოედება სამარისებულად დუმვარ ვახარისხებ ყველა შეცდომას და რჩები გაკურებით იმ დღეს ჩიტ ბატონა ხიდან მომძახოდა ბინძე მისებურად რაღაც მანიშნა და მერე გამიფრინდა ზეციური გზებით რადგან ნაფიქრი და ყველა ამოსუნთქვა უკვე გათვლილია ამის თუ არ გჯერა თუ კი იმედისგან აღარაფერსელი შეშლილ ტალღებამდე უფრო საშინელი ცივი ნაპირია ზოგჯერ სიკვდილამდე თავად სიცოცხლეა დიდი განსაცდელი ჩემი მარტოობაც სულის დუმილია სიტყვის გაყუჩება მარხვის სიმშვიდედან ცოდვას ეძალები როცა გაგახსნილებს გვამის ჭრილობები ისე იკურნება კვალიც კი არჩება სულის ტკივილებს კი დახვალ დაატარებ ასე პირ გახსნილებს ყველა მზის ამოსვლა ყველა დაღამება ერთი ფურცელია დაგვაქვს ცალიცალად მიწით ავსებული ხორცის სოროები გიყვარს გენატრება თითქოს ყველაფერი ირგვლივ უცვლელია მარტო დარჩები და ხვდები უფეროა დღეთა ბოლოები თუ კი წამოვდექი მერე ხალხმრავლობას ალბათ მივატოვებ ტაძრის სარკმელიდან ცისკრის მონათება სევდას მეადვილებს ქუჩას ხმაურიას უნდა დავუმალო ჩემი სიმარტოვე ესეც ადვილია არ ვინ გეკითხება რადგან სინამდვილეს ყველა ჩანაფიქრი ყველა ამოსუნთქვა
მაღლა გათვლილია ამის თუ არ გჯერა თუ კი იმედისგან აღარაფერსელი ვიდრე ტალღებამდე უფრო საშინელი ცივი ნაპირია ვიდრე სიკვდილამდე თავად სიცოცხლეა დიდი განსაცდელი ბრავო რადგან სიკვდილამდე თვითონ სიცოცხლეა დიდი განსაცდელი სოფელს უხდება მამლის ხმა და კეფა ძაღლების ტრიან შარაზე ჟრიამული სოფლის ბალღების ოჯახს ამშვენებს მასპინძლობა გატეხვა პურის როგორც წესია მიღება და პატივის სტუმრის ქუჩას უხდება შეყვარებულ წყვილთა თვალები ტაძარს უხდება ტაძარს მრევლი და მოგუგუნე დედოზარები ზღვას მოლივლივე ლურჯი ფერი წყნარი ნაპირი ქალაქს და სოფელს ერთნაირად ჩვენი საპრილი თაწმინდას ღამე უხდება და ასვლა გვიანი გიჟმაჟ პოეტთა შეძახილი ლექსებიანი დედას შვილები უხდება და რძით სავსე მკერდი მთებს ყვავილებით მოხატული დამრეცი ფერდი ვაშკაცს გმირობით აფასებენ მამულს რომ შველის კაცს კაცის ქუდი უხდება და ნამუსი შვენის დილას მზე ხატავს ღამეს მთვარე ვარსკვლავთა ცვენა ქართველს სამშობლო უხდება და ქართული ენა. ესე იგი ფიქრობდი რითი უნდა დაგესრულებინა ეს ლექსი და საოცარი დასასრულია. ქართველს საქართველო უხდება და ქართული ენა. აი კიდევ ერთხელ უბრუნდები თემატიკას, რომ ყველა ემიგრანტებო დაბრუნდით, თქვენ საქართველო უფრო გიხდებათ. საქართველო დღეს არის განსაცდელში. აი პოეტი, ორი პოეტი გესაუბრებით ამის თაობას. სხვადასხვა ფერის თვეები წელთა და ოთხნაირი მისი დროება. ო როგორ მინდა სიბერის დღეთა ბავშვობის სახლში განმარტოება. სითეთრე ზამთრის სიმძიმე ლეშის სულ შებნეული მუზის ფურცელი ნაცნობის სუნი ბუხრის და შეშის სულ ყველაფერი ირგვლივ უცვლელი მოგონებებთან გაშლილი ტაბლა ჭოტის კივილი წყდიადის იქით მიმობნეული ლექსები დაბლა ბომბორა მთვარე დაღლილი ფიქრით ტრიან საათზე ჭიდილი დროსთან სხვადასხვა ფერის ოთხი დროება ჩემში შემოსმულ ხანდაზმულ ქალთან ძველ სახლში მინდა განმარტოები ციგნიდანაც წაიკითხეთ ჩანიშნული გქონდა უფრო ისა მაქვს აქ ძველი ლექსებია მაგრამ წაიკითხეთ ერთი ორი წაიკითხეთ მანდედანაც და ახლებით წაიკითხეთ თქვენი ნება მაგრამ რა თქმა უნდა აისის მზესთან ფრინველების საამოსტვენას აღწება მუზა და ჭიკჭიკით დატკბება ყელი ქართული ქვია ამ უბრალო ლექსების ენას ენა გალობის სიყვარულის ამოსათქმელი ქართული ქვია ვაზის ცრემლით გაჟღენთილ სტროფებს მოსაფერებელ საალერსოდ ნათქვამს გალექსილს როს ჭრილობაზე საკუნდებელ მალამოს მოქმენს ვაი მას ვისაც ეს ღმერთების ენა არ ესმის ნაღი მილარებს ნასათუთებს და მონატრებას უკვე ამოთქმულს გაფიქრებულს ოცნებას ფრთიანს ცეცხლმოდებული მზის სხივების შემონათებას გალობასავით სათაყვანო ქართული ქვია დედის ნანინას ჩვილის ღუღურს მოხუცის ალერს გაზაფხულობით ენძელების თვალის ახელას ქართული ქვია ზეწისაკენ აპყრობილ თვალებს და მოკრძალებით სიყვარულის პირველ გამხელას სულის ანბანი რეალობად შეგვიცვლის მითებს ჟამი დადგება აღდგინების ადრე თუ გვიან აიაზე გაყოლებულ პატარა თითებს უფლის წინაშე სალოცავი ქართული ქვია ბრავო თუ გიყვარს რას უცდი შეჰკარი კამარა სიგიჟე გეწვია ახარეს სამყაროს მთის წვერზე შემოდე გიყვირი აბა რა რომ თავად განგებამ წყალობით გახაროს უყვარ ხარ მეცხრეცა შეეხე ხელებით წამი რომ წამია სიცოცხლედ გაწელე მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით ზისხივით ზეცაზე მიყვარხარ დაწერე თუ გიყვარს
ტაძართან უბრადნო ჩაივლი მადლობდე მუხლებზე დაუდე გზეციერს ცრემლიან სავალსაც იულად გაივლი და ყოველ ალიონს ღიმილით ეწვიე გახსოვდეს სიყვარულს ჭირდება იმედი იმ გზებით იარე ტაძართან რომ მიხყავს სითბო და ღიმილი არ კმარა მცირედი სამყაროს გაათმო ნამდვილად თუ გიყვარს თუ სატრფოს თვალებში მთელი ცაეტევა და შენზე ჭორაობს ნუში და მზეწვია თუ მკერჩი პატარა გული არ გეტევა მეცხრეცა შეეხე სიგიჟე გეწვია შენერია ახლა წაგიკითხოთ ლექსი რომელსაც ქვია კალანდა ღამეს მაინც გურულ გურის მე დამავიწყდა რომ შედის მშობლიური სოფელია გორა ბერე ჟოული დიახ გურის მთებთან მოადგება კალანდა მალე ახმაურდება ხის სახლების დამთვარი ჭერი გადათეთრდება თოვლისაგან უკუნი ხამე ასწევენ სასმის დაგეცალოთ ასეულ მტერი წამოაქცევენ საკალანდო ღორებს ნასუქებს და ეკიდება კუპატები ბუხრის კუთხეში ცხელი თონიდან ამოგვიყრის ბებო ნაზუქებს და დედასავით ჩაგვიხუტებს დამთვარ უბეში ამორიგდება ფელამუში ადესის წვენის და კონციალა ჩურჩხელები გაფენენ სურნელს მეზობლის სახლში ვიღაც ისევ კრიმანჭულს მღერის მოდის კალანდა და ზამთარი ქარბუქსაც ურევს შეშის ტკაცანში ინავლება ღამეს სტუმრობის ალავერდებში იცლებიან სავსე ყანწები ჰოდა ეს ღამე არ გეგონოს ძამა სტუმრობის ეფიცხებიან ჩამქრალ ბუხარს თრალი კაცები ძველი ქოხიდან მასპინძელმა გზავრი დალანდა ალილოს ხმები მოსდებია დათოვლილ სოფელს კარებს გააღებს გურიაში მალე კალანდა და გურლოდას საახალწლო განწყობას მოხფენს. შვენერი თან რა კარგი პულმარილი დახატა გურულო წარმოიდგინეთ და კიდევ ერთხელ გილოცავთ ძველი ახალწელს, ნამდვილ ახალწელს, შობას, გამვლელ შობას, სიკეთე და სიხარული ღვთისწყალობა არ მოკლებოდეს ჩემ საქართველოს, ჩვენ საქართველოს და ჩვენ ქართველობას. დიახ. ამ ლექსია მესროლეთ. მესროლეთ სიცოცხლეს დაემსხრას ბორკილი, გამუქდა ზეცა და ცოდვილი სამყარო. ყორანო, შენ დღესაც რაც სივად მომკივი მესროლეთ, რომ სიკვდილს სიცოცხლე გავყარო. დაღლილი ფიქრები უფლის წინ დავაწყე, სამშობლო ამტკივდა შორი და უჩემო, არც არა ვეცადე, ვერც ვერა გავაწყე მესროლეთ. იქნება სატკივარს უშველო, სისხლი და ცრემლები ქართველთა ხვედრია, ღალატში გაცვლილი ბინძური ქაღალდი და როცა უცხობა სინდისზე მეტია, არც არსად გაისმის შემდობის ღაღადი. დაცალეთ ვაზნა და ის ერთი ჩატოვეთ, მე უკვე ვიწვნიეთ 13 ჯერ სიკვდილი მესროლეთ. მე გუშინ სამშობლო დავტოვე, ახლა კი უზნეო ნატრებში მივტირი, დავტოვე წყალობა. შორიდან ვღაღადებ, ან მშობლის ტკივილი როდემდე მესმოდეს, ოღონდაც მტრის ხელით მესროლეთ, მანამდე ვიდრე ხვალ ქართველი ზურგიდან მესროდეს. მესროლეთ, რა მოხდა, სიკვდილიც წესია, მიბორგავს სული და უკუნეც მიაპობს, მე ვინ ვარ, მოვკალით წმინდანი მესია, ჩემში კი მის ხალი შუქიც არ კიაფობს. ამ ტყვით რამდენჯერ დამიჭრეს მამული, დღეს ყველა მათგანი გულზე მაქვს დაყრილი, უძღების შვილი ვარ, ვერ ვიცავ, არ ვუვლი, საკუთარ ცოდვებზე ხმამაღლა გავყვირი, არც ცრემლის ღირსი ვარ, არც ვინ გამაცილოთ, მკვდარიც კი ჩამქოლეთ, კვნესა თუ აღმომხდეს, მესროლეთ, ოღონდაც გულს არა აცილოთ, უკან სამშობლო დგას და იმას არ მოხდეს. ქალბატონი ნანა, ჩვენი დრო ნელ-ნელა იწურება. ამიტომ მინდა კიდე რამდენიმე ლექსი წაიკითხოთ. რამე ხო არა გაქვთ კიდე სათქმელი ისეთი, რომელიც გინდათ უთხრათ ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს. ჩვენ ძალიან ბევრი მაყურებელი გვეყოლება სოციალურ ქსელშიც დაედება ეს გადაცემა. ბატონო ვაჟა, აი ემიგრაციაში ყოფნის დროს
იყო რამდენიმე ისეთი ეს პრობლემა საქართველოში პრობლემები უბრალოდ ყოველთვის იყო, მაგრამ ხანდახან იყო რაღაც მძაფრად ცუდი ამბები როცა ხდებოდა, მაგ დროს ყოველთვის გული მათქვევინებდა და დამაწერინებდა, რომ რაკი არაფერი არ იცვლება, ეს რაღაც ჩემებურად შეიძლება სისუსტის ბრალი იყო, შეიძლება პირიქით სიძლიერის ვერ გეტყვით, მაგრამ მოუწოდებდი ქართველ დედებს შევიკრიბოთ, შევერთდეთ, რაღაც გავერთიანდეთ, რაღაცა გავაკეთოთ ჩვენ დედებმა, ჩვენი სამშობლოსთვის და ეს არაერთხელ გავაჟღერებ, მაგრამ შესაძლოა იყო ლექსები, უცებ აეტაცებინათ, უცებ რაღაც წამოვიდოდა ადამიანების მოფერება, კომენტარების, მაგრამ ამაზე მაინც მეტნაკლებად რაღაც არ იყო ისეთი რეაგირება. ეს განცდა ჩემს გულში იყო ყოველთვის და როცა დავბრუნდი, ძალიან მოწყალია ჩვენი ღმერთი, ძალიან და შეიში ადამიანში თუ არის დიდი სურვილი რაღაცის და ახლა სურვილიც რა თქმა უნდა ალბათ სუფთა უნდა იყოს, მას აუცილებლად გისრულებს და მოხდა ასეთი მოწყალე რო არ იყოს ჩვენი ღმერთი ჯვარზე გაკრული ეტყო და შემდეგ რამე თუ არა იციან და ასე იქნება. და მოხდა ისე რომ აი ქალბატონი ზაირა, რომელიც ჩვენ წეხან ვისაუბრეთ, მიქაცაძე ჭიღლაძე, ჩვენი ქართველები ძალიან ბევრი იცნობს ქალბატონ ზაირას, მისი არაჩვეულებრივი პოსტებით. მოხდა ჩვენი დაკავშირება, გადაიკვეთა ჩვენი გზები, სხვათა შორის ამ ტელევიზიაში მოხდა ქალბატონი ზაირას, მაშინ მიყავდა გადაცემა მზერა და მომიწვია გადაცემაში, შემდეგ დავმეგობრდით. ჩვენ გავაკეთეთ შემდგომ 7 ქართველმა ქალმა ორგანიზაციამ ზეთამს ისანი, რის ემბლემასაც ჩვენ ვატარებთ გულით და ეს უკვე 2 წელია ჩვენი ორგანიზაცია არსებობს. და სხვათა შორის არასამთავრობოა, იმიტომ რომ სხვანაირად ეს ცოტა არასამთავრობო ჩვენთვისაც არასასიამოვნო ჟღერს, მაგრამ შეგვაძულეს თავი დიახ, კი ბატონო, ესეა და აი ჩვენ ვიკრიბებით ძალიან ხშირად, ვაკეთებთ ძალიან ბევრ ღონისძიებებს, რა არის, რა მოიაზრება ამაში. დავდივართ ციხეებზე, ეს თითქოს არაფერი აქვს უჩვეულო და ისეთი რაც არ გაუკეთებია ვინმეს. ხვდებით პატიმრებს, ხვდებით სკოლებს, გვიწვევენ სკოლები და იქ საღამოებით სტარდება ბატონო ვაჟა, რა თქმა უნდა პოეზიის, მაგრამ აქ წამყვანი ძალა ჩვენში არის ქალბატონი ზაირა და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს თქვენ გაეცნოთ მის პოსტებს, მის წერილებს და სოციალურ ქსელიდან ახლა მომიდივდი. აუცილებლად მიხვდებით ვიზია საუბარი. ახლა მე მინდა ერთი რამე გავიხსენო, რადგანაც ციხეები ახსენეთ. მე მახსენდება 90-იანი წლები, მაშინ ბატონი მუხრან მაჭავარიანია მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. და პატიმრებიდან მოვიდა წერილი, რომ ქართველი მწერლები იქნებ შეხვდნენო. და მე მქონდა გადაღებული ფილმი ძნელია მისვლა გათენებამდის, რომელიც ეხებოდა ქრისტიანი პატიმრების მუსულმანური რესპუბლიკებიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან საქართველოში გადმოყვანას. აი ეს პერიოდი ეროვნული მოძრაობა ზენიტში მიდის და აქ სხვათა შორის პირველი პოეზიის საღამო იმ დროს ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი, ანუ გარებში დგანან ავტომატიანი ნაძორები, რუსები და ისინი და პირველი პოეზიის საღამო მახსოვს ჩავატარეთ ავჭალის ძიმე რეჟიმის შრომაგასწავლებით კოლონიაში. ბატონი საურე ბრალიძე იყო უფროსის მოადგილე, მე უფროსი ქუმსიაშვილი იყო მაშინ უფროსი. საოცარი პოეზიის საღამო ჩავატარეთ, ანუ ესე იგი წარმოიდგინეთ რომ ყაჩაღები, მკვლელები და ესენი იყვნენ და აი გადაღებულია მთელი 58 წუთიანი ფილმია ძნელია მისვლა გათენებამდის. დღეს ბევრი ის პატიმარი ცოცხალის აღარ არის, ზოგი მე აფხაზეთში დაიღუპა ზოგი. მე ვიყავი ამ პოეზიის საღამოს ორგანიზატორი და ჩემთან ერთად იყვნენ მზია ხეთაგური, სოსო მაჭარაშვილი. აი აღარ მახსოვს, აი ასეთი გარკვეული ჯგუფი იყო, თამაზ არეშიძე იყო რეჟისორი მაშინ ამ გადაცემის და ეს გადაცემა იგივე გადაცემა გავაკეთეთ ჩვენ რუსთავის კოლონიაზე, სადაც მაშინ იჯდა სოლიკო ხაბეიშვილი, სხვათა შორის და ბიბლიოთეკის გამგე იყო ბატონი სოლიკო, უამრავი წიგნები შეუტანეთ იქა. შემდეგი საღამო პოეზიის საღამო ჩავატარეთ
ქალთა კოლონია იყო მატროსოვის ქუჩაზე მაშინ. ეხლა იქეთ არის. ხო, ეხლა არა, მაგრამ აი მაშინ იყო მატროსოვის ქუჩაზე და აი ხაც ესე იგი 8 მარტს ჩავატარეთ პოეზიის საღამო, მიუტანეთ ასევე საჩუქრების, სუნამოები, ეს პარფიუმერია, ჩვენი წიგნები, ჟურნალები, ლიტერატურული და ესეთი საოცარი ეს არის 1989-90 წლები. აი წარმოიდგინეთ, აი ეს წლებია 88-99-90 წლები. ჯერ კიდე ის არის საბჭოთა კავშირია და ისე კარგად მახსოვს, აი პირველად მაშინ მხარი დაგვიჭირა მეუფე, დღეს მეუფეა იოანე გამრეკელმა, მაშინ იყო პრესვიცელი მამა გიორგი გამრეკელი, საოცარი პიროვნება და საოცარი რომან გვენცაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერე მინისტრი, რომელმაც ყველანაირად დაგვიჭირა, ძალიან ეროვნული კაცი იყო რომან გვენცაძე და ძალიან დაგვიჭირა მხარი აი ამ ღონისძიებების ჩატარებაში იმ დროინდელ სასჯელ ახსულებით ადგილებში, საპატიმროებში და ისე თბილად მახსენდება, ძალიან განვიცადეთ ეს, როცა დავიწყეთ. მაშინ სულ ახალგაზრდები ვიყავით რაღაცა, რამდენი 25-27-28 წლის ბიჭები. აუცილებლად ჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ჩვენ არასრულწლოვანთანაც ვიყავით, ჩვენ დავიწყეთ. ისე ლექსით თორე გაგვექცათ, რომ უნდა დავასრულოთ გადაცემა და მე მინდა ლექსით დავასრულოთ. კი ბატონო. ეს არის ჩემთვის ძალიან ჩემთვის საყვარელი ლექსი. კი ბატონო. სუნთქავ თუ დავალ, თუ ცრემლებით გავცქერი მანძილს. ოკეანეზე წევს ტკივილი, მე ვგავარ ობოლს. არ მივაკარებ გრძელ ღამებს, არც დაღლას, არც ძილს. გულში რომ ფხიზლად ვატარებდე მე ჩემს სამშობლოს. სხვა მიწის მადლი ვერ მომხიბლავს, ვერც მთა, ვერც ყანა. სიყვარულს ჩემსას ვერ ვინ გახდის იაფფასიალს. ქრისტეს ნალოცი ალაგია ჩემი ქვეყანა საქართველოა წმინდა მიწა. დიახ, ასია. დიახ, ასია, საქართველოა წმინდა მიწა. დიახ, ასია და მისი პატრონები არიან, მისი პატრონია ქართველი ერი, მისი უდიდებულესობა ქართველი ერი. ღვთისმშობლის, დედა ღვთისმშობლის წინხედრი მიწის პატრონი. ჩემი შესანიშნავი სტუმარი იყო და საოცარი პოეტი ქალბატონი ნანა მეფარიშვილი, მე ვაჟა ოთარაშვილს მიმყავდა ჩემი საავტორო გადაცემა, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო. კარგად ბრძანდებოდეთ.